დაუბრუნდით საქართველოში. ხო და სანამ სხვისგან გაიგებთ, ალბათ გაიგებთ, იმიტომ რომ ალბათ 1000 კაცი გვიღებთ და ჯობია რომ ჩვენგან გაიგოთ. ხო და თუ გაიგეთ რომ მე ვიღაც ვცემე, ეს არ არის სიმართლე, იმიტომ რომ მე არავინ მიცემია. მართლა, მაგრამ აბრალებდნენ. ანუ ვიღაცა რუსის კაცი მოდიოდა ჩემს უკან, უკვე როდესაც ავდიოდით ტრაპზე და მე მოვდიოდი ცეკვა სიმღერით. ხო და ესე გავშალე ხელები სიმღერის დროს, შემთხვევით მოხვდა ამ კაცს და კაც მივდიოდი ბოდიში მოუხადე რა თქმა უნდა. მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ყურსას მეკეთა ვერ გავიგე. ის თუ რა პასუხი გამცა მან და ეს პასუხი არც თუ ისე ასიამოვნო პასუხი იყო. მე სანდრო მკითხა რომ რა უთხარიო და სანდროსაც არასასრული პასუხი გასცა. დაპირისპირება გაგრძელდა თვითმფრინავში, როდესაც ატყდა ჩოჩქოლი და გაწევ გამოწება. ხო და ამ ჩოჩქოლის და გაწევ გამოწევის და დაპირისპირების, ფიზიკური დაპირისპირების ვიდეოები არის გადაღებული. მე თვითმფრინავის თანამშრომლებმა გაგვაცალკევეს ჩვენ ტაქსის ბოლოში და ის რუსი დასვეს თავში. მაგრამ ეს ხარ დამთავრებოდა ყველაფერი. ჩამოვედით და მე გარეთ გაგზელდა. თურმე ეს კაცი ჩემზე, ანუ ის ხო შეადგინეს მე ოქმედი ჩემზე წერს, რომ მაგამ ცემაო. 2 მეტრიანი კაცი ჩემზე ამბობს, რომ ცემაო მაგანო. მაგრამ საბოლოოდ რა თქმა უნდა დაკითხეს მე თანამშრომლები და ყველაფერი გაირკვა. უბრალოდ ის ვერ დააჯარიმეს, იმიტომ რომ დაპირისპირება დაიწყო თურქეთში. და ეს ამბავი მოკლედ დაიწყო თურქეთში და ამიტომაც ის ვერ დააჯარიმეს. და ხო, კიდე აი სამქაბოტოზე მინდა რომ ძალიან მოკლედ ვთქვა ახლა შემდეგ სტორიში. ამ ისტორიაზე ყველაზე საწყენი იყო 3 ქაბოტონის დამოკიდებულება, რომელმაც ჩემი უყურს რეაქციაზე, როდესაც მისოს უშვერი სიტყვებით მიმართა ვიღაც რუსმა, უთხრეს რომ მე მიგიყოფა რა საჭიროა და მე რომ ჩამოვედით ტრაპიდან, თვითმფრინავიდან, მე მეთქი ქალბატონებო მეთქი, ანუ რუსი კაცები მეთქი ქართველ ქალებს მეთქი რაღაც გარკვეულ უძღვაწო სიტყვას რო ეძახიან, მეთქი იმედია გაითვალისწინებთ და შემდეგში იმ რუსებს არ დაიცავთ. რუსი რა შუაშია, უბრალოდ აი გინება არ შეიძლება ამდენი. ანუ მოდიში, მაგრამ კაცის ცოლს ცოლს აგირებენ ქვის თანდასწრებით. უმიზეზოდ და ანუ რა რეაქცია უნდა ქონდეს? რუსი რა რეაქცია უნდა ქონდეს?